სამშვიდობის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ნებართვის გარეშე სოლოლაკის ქედზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკრებულომ დაჩქარებული წესით სტატუსი შეუცვალა, დღეს უკვე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. პანორამა თბილისის ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება აუცილებელი, რომელიც ჯერ არ არსებობს. როგორც გაირკვა, სამინისტროში განაცხადი ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიაზეა შეტანილი, სადაც თბილისის სიტის სასტუმრო მშენებლობაზე ითხოვს ნებართვას, რაც შეეხება სოლოლაკის ქედს. ამ ობიექტზე პანორამა თბილისის ავტორებს ჯერ განაცხადის არ შეუტანიათ. მიმდინარე სამუშაოების შესაძლებლად არასამთავრობო სექტორის სასამართლოში სარჩელს ამზადებს, მანამდე კი სოლოლაკის ქედზე ჟურნალისტებსაც არ აძლევენ გადაღების უფლებას. პანორამა თბილისზე ჩნდება. შენდი კარგად უნდა იცოდეთ. თქვენ სად მუშაობთ? ერთი წამდა რა კამერა. სოლოლაკის ქედზე კურიერის გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ მოთხოვეს, როდესაც ჟურნალისტები იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს იხებდნენ. ამ ადგილზე პანორამა თბილისის პროექტის მიხედვით დაკიდული ბაღები უნდა აშენდეს, თუმცა ჯერ მშენებლობის ნებართვა არ არსებობს. ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მშენებლობის ნებართვებს გასცემს, ამბობენ, რომ პროექტის ამ ნაწილზე სამუშაოების დაწყებისთვის განაცხადიც არ მიუღიათ. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 კვირის წინ შესულ პროექტზე მსჯელობენ, რომლის მიხედვით ინვესტორი პანორამა თბილისის ფარგლებში ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. ეს არის პირველი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების გავლისათვის განაცხადი, რომელიც გულისხმობს არქიტექტურულ გეგმარებითი პირობების განსაზღვრას, განხილვის შემდგომ მიუღებთ გადაწყვეტილებას ნებართვის გასაცემად. დღეს რაიმეს თქმა შეუძლებელია. ჯერ სამშენებლო ნებართვები არ მიუღიათ, თუმცა თანაინვესტირების ფონდში, რომელმაც პროექტი უნდა განახორციელოს, აცხადებენ, რომ გეგმებს არ შეცვლიან. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლოა პანორამა თბილისში მცირე შესწორებები მოხდეს, თუმცა მთავარი კონცეფცია არ დაირღვევა. ფონდში პროექტის სხვა ადგილზე გადატანას გამორიცხავენ. ბიზნეს ცენტრის ხალაგარეთ გადატანა ეს ძალიან მასშტაბური და სერიოზული პროექტი უნდა იყოს, რომელიც მარტო პანორამა პროექტის ფარგლებში ვერ მოხერხდება. აქ ფუნქციური სახე ირღვევა თბილისის, ეს უფრო რაღაც ინდუსტრიულ ქალაქს ემსგავსება. როგორც იყო ჭიათურა, ხო? თბილისის ჰამქარი პროექტის არა კორექტირებას, არამედ პანორამა თბილისზე საერთოდ უარის თქმას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, ძველ თბილისს ეკუთვნის და ისტორიულ ნაწილს საფრთხეს უქმნის. თბილისის ჰამქარი სასამართლოში სარჩელს ამზადებს და აქციების გამართვას არ გამორიცხავს. ეს არის პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ ჩვეულებრივად ამ პროცესს უნდა დავარქვათ ის, რასაც ქვია ურბოციდი. ეს არის ურბანული გენოციდი. ანუ იმ ქალაქის უკრელობა, რომელ ქალაქში ჩვენ ვცხოვრობთ. არასამთავრობოების წინააღმდეგობის მიუხედავად პროექტის განხორციელებისთვის იურიდიული პროცედურების ნაწილი უკვე დასრულებულია. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით სოლოლაკის ქედსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოიხსნა. ამ გადაწყვეტილებით ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შესაძლებელი გახდა. თბილისი უნდა გახდეს რეგიონალური ცენტრი. ზუსტად ეს პანორამა თბილისი ხელშეუწყობს იმას, რომ თბილისი აი ესეთი ქალაქი გახდეს. იმას, რომ პანორამა თბილისი დედაქალაქს განავითარებს, არ ეთანხმებიან საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ხელების გადაგრეხვის პრინციპით, ძალადობის პრინციპით თბილისის მერიაზე, ხოლო ზეპირად უნდა ვენდოთ ინვესტორს, ზეპირად უნდა ვენდოთ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ნების წინააღმდეგაც სამწუხაროდ დავით ნარმანია ვერაფერს აკეთებს. როგორც ჩანს, ეს არის პირადი აჩემება ბიძინა ივანიშვილის და ეს არის ძალიან გულსაკლავი, იმიტომ რომ არ შეიძლება ქალაქს ასე მოექცე. არავინ არ უნდა მოექცეს ასე ქალაქს. არც ერთი სახელილება არის და არც ერთი გავლენის და თანამდებობის მქონე ადამიანი. პანორამა თბილისი $500 მილიონი ღირებულების პროექტია. მისი მიხედვით დედაქალაქის ისტორიული უბნები სოლოლაკის დაკიდებულ ბაღებს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. ნინო სამყურაშვილი მუშაობდა დღეს ამ თემაზე. ნინო, სოლოლაკის ქედზე დაწყებულ სამუშაოებს არაერთი მოწინააღმდეგე გამოუშვდა, თუმცა საინტერესოა, როგორ აფასებენ პანორამა თბილისის პროექტს სპეციალისტები, კერძოდ კი არქიტექტორები და ურბანისტები. ურბანისტები აცხადებენ იმას, რომ ამ ნაწილში სამუშაოების დაწყება ურბანულ დაგეგმარებაში არ ჯდება, ასევე არქიტექტორები აცხადებენ იმასაც, რომ როდესაც დაიწყება მსგავსი პროექტი, ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი პირდაპირ მნიშვნელობით განადგურდება, სწორედ ამიტომ სპეციალისტები ითხოვენ, რომ პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს.
უნდა ვიცოდეთ რომ უბრალოდ სხვა ქალაქია, სხვა ქალაქი რომელიც მოდის და ძველ თბილისის ესე რაღაცნაირად გადაევლება თავზე. მისი გრევის და კარდინალური სახეცვლის ხარჯზე, ასე რომ მისი მოთხოვნა ასრულებით წარმოუდგენელი ეს არის ვიმეორებ ძველი თბილისის მთლიანად ამობრუნების, სახეცვლის და სხვა ქალაქად ქცევის პროექტი. ეს არის ანტისოციალური პროექტი. მაშინ როდესაც ქალაქი ასეთ საშინელ მდგომარეობაშია, ყველა თვალსაზრისით უაზარ-მაზარ ფულს ხარჯავენ ერთი-ორი მდიდარი ადამიანის ლუქსუს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს იქნება ყველაზე მძიმე შედეგი. თანაინვესტირების ფონდს ამ დროისათვის როგორც ცნობილია შეტანილი აქვს განაცხადი მხოლოდ პროექტის ერთ ნაწილთან დაკავშირებით რომ ნებართვა მიიღოს დანარჩენ ნაწილზე რომელიც არის ძირითადი ნაწილი პროექტის პანორამა თბილისის როდის შეიტანს თანაინვესტირების ფონდი განაცხადს ეკონომიკის სამინისტროში ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ეს იყო ნინო სამყურაშვილი, მადლობთ ნინო.